სისხლიანი, ჩანჩქერი ანტარქტიდაზე. ანტარქტიდის ყინულოვან სივრცეებში ტეილორის მყინვარი მალავს გასაოცარ და გარკვეულწილად შემაშფოთებელ ფენომენს, რომელიც ცნობილია როგორც სისხლიანი ჩანჩქერი. ეს არამიწიერი კასკადი სინამდვილეში არ არის სისხლის ნაკადი, არამედ უძველესი რკინით მდიდარი მარილიანი წყლის გადინებაა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში იყო მყინვარის ქვეშ ჩარჩენილი. როდესაც ეს მარილიანი წყალი ზედაპირზე ამოდის ნაპრალის გავლით, რკინის შემცველობა რეაგირებს ჰაერში არსებულ ჟანგბადთან, რის შედეგადაც ის ოქსიდირდება და წარმოქმნის კაშკაშა წითელ ელფერს, რომელიც ჩანჩქერს ამ დრამატულ სახელს აძლევს. ეს უნიკალური გეოლოგიური თავისებურება არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნის ხელუხლებელ თეთრ ლანდშაფტთან, არამედ ხელს უწყობს უნიკალურ მყინვარქვეშა მიკრობულ ეკოსისტემას, რომელიც ხარობს ბნელ, მარილიან, ჟანგბადით ღარიბ გარემოში, რაც მეცნიერებს სიცოცხლის ექსტრემალურ ფორმებს სთავაზობს. ის 1911 წელს აღმოაჩინა ავსტრალიელმა გეოლოგმა ტომას გრიფით ტეილორმა.